სანდოობას რა უქმნის საფრთხეს ყველაზე მეტად? ხელისუფლებისგან კონტროლირებადი მედია. თქვენ ეს მაშინ და ფორმულა ვექტორად აშუქებს თქვენ. თუ შენ ზღვარს დაიცავ, ის ვეღარ გადმოვა ვერც მონას დაგიძახებს, ვერც ვიღაცის ნაყიდს დაგიძახებს და ასე შემდეგ რა. როგორი უნდა იყოს მაშინ ჯანსაღი ურთიერთობა ჟურნალისტსა და პოლიტიკოსის შორის? მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ინტერვიუერი, მე მისი წამყვანი ნიკოლოზ სოფურაშვილი ვარ. დღეს ჩვენი სტუმარი არის ჟურნალისტი, ლექტორი, მწერალი დავით გაშიაშვილი. მადლობა ბატონო დავით, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე. მადლობა თქვენ რომ დაინტერესდით ჩემთან ინტერვიუზე. კი ბატონო, დღევანდელი ჩვენი თემა შეეხება ჟურნალისტიკის სფეროს, შესაბამისად ამის გარშემო მოვიტრიალებთ და ჩემი პირველი კითხვაც ასე გამოიყურება. დავიწყოთ იმით, როგორ აღმოჩნდით ზოგადად ჟურნალისტიკაში და რით დაიწყო თქვენი პროფესიონალური კარიერა. როგორ აღმოჩნდი და არ ვიცი სიმართლე გითხრა როგორ აღმოჩნდი, იმიტომ რომ ეგეთი გადაწყვეტილება მიღებული არ მქონია, სად მინდოდა მესწავლე, იმიტომ რომ 17 წლის რო ხარ, ხო არაფერი არ იცი. ზოგადად თუ იცი, იცი და ფუჭია და ასე შემდეგ. და როცა საბუთების ჩასაბარებლად მივედი მაღლივ კორპუსში, კარგია რომ ბაბუა ჩემი არ შემოუშვეს ცხონებული, თორე ის რაღაც სხვა რაღაცაზე მაბარებინებდა და მომეწონა ხალხმრავლობა იმ ფანჯარასთან, სადაც ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე იტოვებდნენ საბუთებს, მაშინ ეგრე იყო. და დავტოვე მან და ოღონდ რომ გამოვედი, ჩემს უთხარი რომ ფინანსებით და საბანკო საქმეზე უნდათ რომ ჩამებარებინა. არ ვიცოდი, როგორ არ ვიცოდი ხა ჟურნალისტიკა რაც იყო, ცხადია წერა მიყვარდა და მაინც აი რო გითხა რომ ვფიქრობდი პროფესიაზე, არა იქ მივიღე იმ დარბაზში გადაწყვეტილება. ეგრე აღმოჩნდი და რაც შეეხება მეორე ნაწილი პროფესიონალური კარიერა უკვე როდის დაიწყეთ უშუალოდ? მე 4 კურსს, მესამე კურსზე ვიყავი, როცა მუშაობა დავიწყე. ჯერ გაზეთში მუშაობდი, მე ერთ-ერთ გადაცემაში, ერთ-ერთ ტელევიზიაში, ტელეკომპანია იბერიაში, ოღონდ იბერიაში სტაჟორად და შემდეგ უკვე 2008 წლის თებერვლიდან დავიწყე მუშაობა კურიერში და პრინციპში იქიდან ვიწყებ ხოლმე მეც ათვლას. მიუხედავად იმისა, რომ წინა სამსახურებიც მქონდა და მქონდა მეტნაკლები გამოცდილებაც, მაინც უფრო როგორც რეპორტიორს ჩემ თავს ვიხსენებ კურიერიდან ხემდე. კი ბატონო, მაშინ აი ესეთი კითხვა არის შემდეგი, როგორ შეაფასებთ ქართული ჟურნალისტიკის ევოლუციას? გულისხმობ, ადრე როცა დაიწყეთ, როგორი სიტუაცია იყო და დღემდე აი ახლა რა სიტუაციაა? აი რა მსგავსება განსხვავებებია თქო? 2008 წლიდან ვიდრე 12 წლამდე მე ვიმუშავე ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ რუსთავიორში, მის მიერ კონტროლირებადში. 2012 წლიდან კიდე ახალი ეტაპი იწყება ქართულ ჟურნალისტიკაში, რომელიც მე ძალიან მომწონს. ამ ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული კრიტიკული სიტყვის ასე ვთქვათ აფეთქება, მაგრამ ახლა ისევ ეს ხელისუფლება ამ კრიტიკულ სიტყვას ჩეხავს, რაც სრულიად გაუგებარია, იმიტომ რომ მათი მონოპოლარია ცალსახად, ვინც როგორც უნდა ისე გაიგოს ეგრე არის. მაგრამ ნახე 2012 წლამდელი ჟურნალისტიკა, ტელეჟურნალისტიკა, თან ცოტა სხვა დრო არის, მაშინ არ არსებობს ეს, ხო? აი აქ ჩამოსკროლავ და ყველაფერი იცის და მაშინ მქონდა რაღაც Motorola T10 თუ რაღაც ეგეთი, სადაც ეს სივრცე და პლატფორმა რო ყველა შეუძლია თქვა სიმართლე რაც არ უნდა მე პირზე ხელი ამფარო, მაშინ ესე არ არსებობდა და მარტივიც იყო ალბათ და ალბათ უფრო ლოგიკურიც მედიის კონტროლი, ვიდრე ახლა, იმიტომ რომ ახლა სრულიად გაუგებარი არის, იმიტომ რომ ახლა არის საბედნიეროდ და მადლობა ახალ მედიას ამისთვის თავისუფალი სივრცეები, პლატფორმები, სადაც შენ თუ მატყუებ, ის მეტყვის სიმართლეს. და ამ ფონზე მაინც ახლა როგორც გამოიყურება ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია, არის ჩემი აზრით ძალიან როგორ გითხრა, ბევრი სიტყვა შემიძლია თქვა, მაგრამ დანაშაულებრივი. იმიტომ რომ მე თვითონაც წარსული გავიხსენე, მუშაობდი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად კურიერში, რომელსაც არასდროს დაუკარგავს ღირსება ისე, როგორც მაგალითად თუნდაც დღეს დაკარგა იმედმა, როცა საბაჯიქიაზე ამბობს, რომ დანით თავს დაესხა პოლიციელს და სიტყვა დანა უბრალოდ საქმეში ნახსენები არ არის, ანუ საქმეში სამ ბავშვს ედავებიან. დანა იქ არ არის, პროკურორში არ ამბობს დარბაზში, მაგრამ ისინი ამბობენ. ცოტა უფრო რამდენიმე თვის წინ რო გადავახვიე ჩემი მეხსიერება, აი გაზაფხულის აქციებზე ვისაც კი დაიჭერდნენ, არ ვიცი გახსოვთ თუ არა თქვენ იმედი ეგეთ ქარდებს აქვეყნებდა დამნაშავე ნომერი 1, დამნაშავე ნომერი 2 და აი ესეთი მედია, ესეთი კატასტროფული მედია, რომელსაც ვიღაც ძალა აკონტროლებს, არ მგონია რომ აქ ხო პირველად ხვდები ამას, მაგრამ სხვა ქვეყანაშიც ვერ წარმომიდგენია თუ ეს არ არის ესეთი ჩაობებული დიქტატურა, ეგეთი მედია, რომელიც არის ცალსახად დანაშაულებრივი. იმიტომ რომ ნახე, თუ კიდევ პარალელი უნდა გავავლო და რადგან იქაც მიმუშავია და ახლაც მუშაობ,
კურიერი არ გამოგიტოვებდა ამბებს. შეიძლება ისე დალაგებულიყო ამბები, რომ თავში ტაშფანდური ყოფილიყო რა მაგარია მთავრობა, მაგრამ ყველა ამბავი რაც მოხდა თბილისში, ზუგდიდში, ოზურგეთში თუ ასე შემდეგ, აუცილებლად მოხდებოდა კურიერში სადღაც. და დღევანდელი სახელმწიფო მედია რაც გიჩვენებს, მოხდა 10 ამბავი, ის მოგიყვება მარტო 200 და 800 გამოგიტოვებს. ხო და ეს არის ცოტა უცნაური, იმიტომ რომ ხო 2025 წელია, რა ვიცი, აგერ რომ გვარეზე წავალთ და შენ ისევ ხარ შენ ისევ ხარ რაღაც ვიღაცის რაღაც YouTube channel-ზე უფრო დაბალი ხარისხი. თქვენ აზრს რას ნიშნავს ობიექტური გაშუქება? ობიექტური გაშუქება რას ნიშნავს? და შეიძლება თუ არა რომ საერთოდ ჟურნალისტმა გააშუქოს ობიექტურად ნებისმიერ საკითხს. სრულ წმინდა წყლის ობიექტურობა ალბათ შეუძლებელია, იმიტომ რომ რაც არ უნდა მე მინდოდეს და ყოველთვის ეგრე მინდა რომ ვიყო ობიექტური, მაინც ჩემში უნდა გაიაროს ამბავმა და შენამდე მოვიდეს და ცხადია რაღაც ამ ამბავს წმინდა წყლის ობიექტურობიდან მოაკლდება, ან მე დავამატებ რაღაცას, არა განგებ ჩვეულებრივი ამბავია, ხო? მაგრამ ობიექტური გაშუქება ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტისთვის ეხლა მაგალითად ეხლა მოგიყვები ხვალ ერთ-ერთი სხვა ავტორის გადაცემა უნდა წავიყვანო თხოვა არ იქნება რა ეს დღეები აქ და მის პროდიუსერს შევეხმიანე და აბა რაშვებით მეთქი და აი ეს სტუმრებიო დაბო ამ სტუმარსოზეო რას ფიქრობა მოგწონსო და მე ვთხარი მე მომწონს არ მომწონს რა შუაშია იქ ჟურნალისტ როგორ შეიძლება მოწონდეს რესპონდენტი არა შეიძლება მე მომწონდეს და არ მომწონდეს მაგრამ იმიტომ რომ მე არ მომწონს გადაცემაში ის არ მოვიდეს და არ ვილაპარაკო აი ნახე ობიექტურობა რა არის რომ ყველა რესპონდენტს ჩემსას ახლა წარსულში თუ მომავალში ვინც იქნება, უნდა ჰქონდეს ერთი ხმა, ერთი ვიზუალი, ერთი გენდერი, ანუ არ უნდა გავარჩიო, არც ვარჩევ. ყველა რესპონდენტი თუ დარჩება ბოლომდე ჩემთვის ქალბატონო ბატონო და თქვენობით ფორმაში, აი მაშინ დავიცავ ობიექტურობას და ობიექტური ვიქნები, იმიტომ რომ მე თუ არ გამიჩნდება სენტიმენტები ვინმეს მიმართ, ან კარგი, ან ცუდი, ობიექტური დავრჩები, ხო? იმიტომ რომ რა არის ყველაზე ბევრი რამ არის რაც შეიძლება კრიტიკულად ვილაპარაკოთ, მაგრამ აი გაბრაზებული ჟურნალისტები რეპორტაჟში იგრძნობა, რომ გაბრაზებულია ვიღაცაზე და ამ თავისი ბრაზის გამო რაღაცნაირი რეპორტაჟი გამოდის რა, ბრაზი ჩანს რეპორტიორის. თქვენ ეს მაშინ აი ფორმულა ობიექტურად აშუქებს თქვენ? ფორმულა არის ყველაზე ადეკვატური ტელევიზია. თუ უნდა შევადაროთ, ანუ ისე შევადაროთ TV პირველს და ანუ ხა მხოლოდ ორი კრიტიკული მედია დარჩა, მეტი აღარ არის, ხო? ანუ აქამდე თავარი იყო და ამ სამს შევადარებდით. მაგრამ ფორმულა რაც არის 2019 წლის 2 ოქტომბერს გავედით ეთერში სხვა შორის ამ სტუდიიდან, ხა ზემოთ არის მე-17 სართულზე. მეც მაგიტო გავაკეთე არჩევანი, ჩვენ რო რუსთავი 2-დან წამოვედით, გამოგვყარეს. მართალია განცხადება მე დავწერე, მაგრამ გაიძულეს. მაშინ შეიქმნა ხომ თავარი და ფორმულა. მაგრამ მე გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, სად შეიძლება და გამეგზელებინა მუშაობა და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ფორმულაში გამეგზელებინა მუშაობა, სწორედ იმიტომ, რომ უფრო მეტად მჯეროდა ამ პლატფორმის, ვიდრე იმ პლატფორმის, რომ შეინარჩუნებდა ადეკვატურობას. ამბების მიმართ, ხო. და ნუ ობიექტურიც ალბათ, ნუ მე ვფიქრობ, რომ ახლა სრულყოფილად არის ყველა გადაცემაზე როგორ შეიძლება ვთქვათ, მაგრამ იმ პროდუქტს, რასაც მე ვაკეთებ, რასაც ის ადამიანები აკეთებენ, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, ვცდილობთ ხოლმე რომ ვიყოთ ობიექტურები. ნუ ვაკეთოთ ჟურნალისტიკა და თუ ჟურნალისტიკას ვემსახურებით, მაინც გამოვა ეს ამბავი ობიექტური, ვიღაცისთვის გასაგები და კიდევ როგორი მომენტი, იცი, რაც არ უნდა რაღაცა ძალა იყოს ჩემთვის შინაგანად მიუღებელი ჟურნალისტი მაინც უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. როგორი უნდა იყოს მაშინ ჯანსაღი ურთიერთობა ჟურნალისტსა და პოლიტიკოს შორის? ვფიქრობ, რომ არ უნდა შევეტყვიბოთ, კიბის უჯრედში არ უნდა ვიჭორაოთ. ჩვენი მეგობარი თუ პოლიტიკოსი გახდა, ცხადია ის ისე მეგობარი იქნება, მაგრამ არ შეიძლება პოლიტიკოსი გახდეს ჟურნალისტის მეგობარი, ასე ვფიქრობ. თუ შენ ყოველთვის დაიცავ ზღვარს და მას შენთან არ მოუშვებ და რითი უნდა დაიცვა ზღვარი? ბატონო, კი ბატონო, ქალბატონო, თქვენობითი ფორმა, ამიტომ მას არ მისცე საშუალება რომ გახდეს ფამილარული რაღაცა, შემოგიმეგობრდეს და წამომოვწიოთ, წამოყავადავლიოთ და რაღაც ქვეთემებზე არ ვილაპარაკოთ. იმიტომ რომ მე, როდესაც სადმე მივდივარ, ეს პარლამენტი იქნება, რამე სხვა ინსტიტუტი იქნება, ხლა არც აღარ გვიშვებენ, მაგრამ იქ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ვიდრე მე იქ ვარ,
ესე იგი, ჩემი კამერა სულ ჩართულია და ჩემი მიკროფონი სულ მუშაობს. თუ შენ ზღვარს დაიცავ, ის ვეღარ გადმოვა ვერც მონას დაგიძახებს, ვერც ვიღაცის ნაყიდს დაგიძახებს და ასე შემდეგ რა. როგორი ხო, მაშინ რატო არ მიდიან ოპოზიციურ არხებში ქართველი პოლიტიკოსები? ქართული ოცნება. თუნდაც კი, მართველი პარტიის წევრები ყველა მოდის და ქართული ოცნება არ მოდის. ქართული ოცნება არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ოპოზიციურ პარტიებში არ დადის ტელევიზიებში. ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის ქართული ოცნება, რომელიც ისე დაამთავრებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, რომ არავითარი გამოცდილება არ ექნება ინტერვიუს მიცემის. დებატებზე აღარ ვლაპარაკობ. რატო ხდება ეს? მათი გადაწყვეტილება არ მონაწილეობენ დებატებში კი არა და ინტერვიუს არ იძლევიან და ეხლა იმედში რომ მიდის ქართული ოცნების წარმომადგენელი ის ინტერვიუ არ არის, ხო? არ ვიცი მეთანხმები თუ არა, მაგრამ ეგ ინტერვიუ არ არის. წეგარო თქვით, ობიექტურ გაშუქებაზე ახსენეთ, რომ აი თუ არ უნდა იყოს ჟურნალისტი ისე, ვინც არ მოგწონს და მოგწონსო და. ნახე, აი გეტყვი რატო არ მოდიან. გიორგი ლაფერაშვილი იცოდი? ჩვენი ჟურნალისტი. ხო, კურიერის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ფორმულა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ჩვენი მეგობარი იყო. და რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. და მის პანაშვიძე არ მოვიდნენ, ყველა იცნობდა მას და შორიდან ყველა დიდ პატივს სცემდათ, რომ არ მოვიდნენ. ანუ ნიშნავს, რომ ერთგვარი ეხლა ეს რატო გავიხსენე, რომ იქაც რო არ მოდიხარ, რომ სამძიმარი გამოაცხადო. ესე იგი, ისეთი დავალება გაქვს, რომ აი იქ რომ მოვიდოდნენ, მე აბა ესე რომ ამბობენ, რომ ჩვენ ეგეთი ესეთი ტიპები ვართ, ვითომ პროპაგანდისტები, აბა იმის პანაშვიძე როგორ მივიდოდი, ჩემი შეფასებაა ეს, რატო არ მოვიდნენ, როცა ვიწყებ მსჯელობას და ანუ ქართული ტელეჟურნალისტიკის უდიდესი ისტორია იყო ეს კაცი. მოკვდა და იმის პანაშვიძე არ მოვიდა, ეთერში რატო არ მოდიან, მაგით არ მოდიან. იმიტომ ჩემი მოვალეობა, მე ჟურნალისტი ვარ და მოგწერო და ყველა მესიჯი შენახული მაქვს, რომ ამ თემას ვამზადებთ, ასე ხო არ გჯობია და ანუ საერთოდ უკონტაქტოები არიან, იმიტომ რომ უბრალოდ ეგეთი დავალებაა, რომ იქ არ უნდა მიხვიდე. ხო არის შინად, ხო აქვს იმის განცდა, რომ არაობიექტურად გაშუქდებიან ესენი და ზედმეტი წნეხი იქნება მათთან ეთერში. აი როგორ შეიძლება აი მაგალითად დღეს არის რა დღეა დღეს? დღეს არის 10 ივლისი. აი როგორ შეიძლება დღეს მაგალითად აი რამე თემა ავარჩიოთ. რაღაცა არ ვიცი. ეს გაშუქდეს ისე რომ აი გავაშუქოთ მაგალითად არ ვიცი, ხო აი საბაჯიქიას განაჩენი. ანუ არავინ არ მოვა საერთოდ, მაგრამ საბაჯიქიას განაჩენზე სალაპარაკოდ იმედში მივლენ, რომ აი დანაეჭირა, უი, ამ რაღაც სისულელეზე ილაპარაკებენ. ანუ მათი როგორ გითხრა, ერთგვარი ის არის რა, შიგნით არსებობს ეგეთი დავალება, რომ არ მიხვიდე, იმიტომ რომ აი შეიძლება ვერ დაიჯერო აბსოლუტურად ყველა წლის 2012-დან დღემდე ყველასთან გაგზავნილი მესიჯი თუ ზარი რომ ხოთ მოვძანდით შევარდნაძე მახსოვს მე ზვიადი არ მახსოვს მაგრამ ვიდეოებიდან უფრო მეტად შევარდნაძე მე სააკაშვილი ესენი ცუდები იყვნენ, კარგები იყვნენ, მახინჯები იყვნენ, დაბლები იყვნენ, თუ ნაძირლები იყვნენ, ამაზე არ ვიმსჯელოთ, იყვნენ პოლიტიკოსები, ხო? პოლიტიკოსები იყვნენ რომლებსაც ჰქონდათ პოლიტიკური გამოცდილება და რაღაცა ინტერვიუებსაც იძლეოდნენ, დებატებშიც მონაწილეობდნენ და ასე შემდეგ და ეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, აგერ მე-13 წელი დაიწყო, უბრალოდ ინტერვიუ არ მიუციათ, ანუ არ იციან ინტერვიუს, ანუ რა არის ინტერვიუ, იმიტომ რომ როგორც კი კრიტიკული მედიის წარმომადგენელი, მე არ მიყვარსಲ್ಪ კრიტიკული თავისუფალი მედიის ალბათ ასე უფრო ჯობია, იმიტომ რომ მედია სულ კრიტიკული უნდა იყოს, მივა და კითხვას დაუსვამს, თქვა თუ შანსი მოგვეცა რომ კითხვას დაუსვამ გეცემა და მიკროფონს წაგართმევს, ეხლა შორს რო არ წავიდეთ, აგერ წოლუკიანმა ემაგოგო ხიაც რომ მიკროფონი გამოგვიყვება. ანუ ეგეთ რაღაცებს აკეთებენ, რაშიც მე შენ არ უნდა შეყვე, ხო? იმიტომ რომ მეც მახსენდება, რომ აი მაგალითად მისულ ვარ და კითხვას რო დავუსვამ, იქედან ვიღაცა მეძახის, გაყიდულო რაღაცა, ვიღაცები უკვე არსებობენ, რომ ჩაგიშალონ ეს ინტერვიუ. მიხდი, თორე განა ვინმეს უნდა რომ ხა სახთან დახვდეს, ხა დილით წავიდეს ჟურნალისტი და სახთან დახვდეს მინისტრს, რომ როგორმე რაღაცა ვკითხოთ. იმიტომ გვინდა რომ მე სიუჟეტს ვაკეთებ. თქვათ ამ სამინისტროზე და მაქვს ინფორმაცია, რომ რაღაც ძაღლის თავი სადღაც დამარხა. და პასუხის გაცემა თუ არ გინდა, ანუ ჩემი ვალდებულებაა, რომ მე მოვიდე შენთან და კითხვა დაგისვე, იმიტომ რომ ჩემი მაყურებელი სადღაც ზესტაფონში, გორში თუ სვანეთში თუ ასე შემდეგ, უნდა დავანახო, რომ ნახე მე ვიწვალე იმისთვის, რომ ამ კაცს, რომელსაც ვაბრალებ ამას, რომ დამესვა ეს კითხვები. ანუ ისინი უბრალოდ კონტაქტზე არ გამოდიან, არ უნდათ, ანუ ყველას არ ვამბობ, ვიღაცები არიან. ვინც გამოდიან, მაგრამ უმეტესი ნაწილი აი ვინ რა, ეხა ჯუანშერ ბურჭულაძე არის კაცი, რომელიც არასდროს არ ამბობს ხოლმე ინტერვიუზე ვარს, არც მაშინ როცა მინისტრი იყო, არც ახლა. სხვა ვინ გამახსენდება, რავი, არავინ რა.
რა გამოწვევების წინაშე დღეს ქართული მედია, რაც ყველაზე მეტად უქმნის მის საფრთხეს, დამოკიდებულებას რო უქმნის საფრთხეს. აი მაგალითად ის რომ თავარი არხი დაიხურა, ჩვენც შეიძლება დაუჯერებელი იყოს, მაგრამ 4 თვენახევარი ისე გავატარეთ, რომ ხელფასი არ აგვიღია. ეს არის უდიდესი გამოწვევა და პრობლემა, რომ გავანადგურდეთ. და ეს ფინანსური კრიზისი რატომ და როგორ შეიქმნა, ამაზე შორს რო არ წავიდეთ და არ ვილაპარაკოთ, შეიქმნა, იმიტომ რომ ამ ასე მაინც აგება ჩავქრეთ. ეგ არის ძალიან დიდი გამოწვევა და უდიდესი გამოწვევა კიდე ის რომ მთელი სისტემა გიპირისპირდება ახლა რა, ანუ ფორმულას კი არ უპირისპირდებიან მარტო, ანუ უშუალოდ აი ინდივიდუალურად ადამიანებს, რა, იმიტომ რომ ქუჩაში რო გავდივართ, სულ ვფიქრობ, რომ ეხლა შეიძლება იმ სიუჟეტის გამო ვიღაც ნაზირალამ რაღაც, ანუ ამ რაღაცაში სულ ხარ. სახიფათო და საშიში რა არის, იცი, აი ხელისუფლებისგან კონტროლირებადი იმედია და უდიდესი პლატფორმა აქვს, ხო? რუსთავი 2, იმედი, პოსტივი, მაესტრო, 4 უდიდესი ტელევიზია, ანუ 2 განსაკუთრებით და ეს ჟურნალისტები ახლა აკეთებენ ჩვენზე რეპორტაჟებს. აი რო გადართო ჩვენი გადაცემა გადის შაბათს ფორმულას 8 საათზე, მაგრამ აბა პოსტივიზე გადართიან იმედზე. ყოველ დღე გავდივართ, იმიტომ რაღაცებს ამოჭრიან და იკუშებენ რაღაც უკონტექსტოდ თუ ასე შემდეგ. ანუ ესეც პირველია, ესეც ქართულმა ოცნებამ მოიტანა, როცა მედიას დაუპირისპირდა მედიით. იმიტომ რომ ვიღაცას რო ეთქვა რომ კურიერში ბოდიში, აი კონტროლირებად კურიერში ვიღაცას ერთი ეგეთი დღე რომ მახსოვდეს რომ ვინმეს ეთქვა რომ ეხლა წადი შენ და გააკეთე სიუჟეტი, მაშინ მაესტრო იყო რომელიც დამოუკიდებელი იყო გულისხმობ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, ნანალეჟავად ჰქონდა რაღაც თავისი სტუდია და ის აკეთებდა სიუჟეტებს სააკაშვილის მთავრობის გადაცდომებზე და ვინმეს რომ ნიუსრუმში ერქვა რომ წადი ეხლა შენ და ნანალეჟავას სიუჟეტზე გააკეთე სიუჟეტი ესეთი უბრალოდ არ მახსოვს, შეურაცხყოფაც იქნებოდა და ამას ხელს არავინ არ მოვაწერდით, მაგრამ ეხლა ხო ესე ხდება, ეხლა რა ვიცი, უამრავი სიუჟეტი შემიძლია გაჩვენო ჩემზე. სანდოობას რა უქმნის საფრთხეს ყველაზე მეტად? მედიის სანდოობას რა უქმნის? ადეკვატურობა თუ აქვს დაკარგული მედიას, მას აღარ ენდობა მაყურებელი, იმიტომ რომ ერთხელ მაინც თუ გამოგიჭირა ან ტყუილში, ან ისტერიკაში, აღარ გენდობა რა, ანუ მედიას არ უნდა ჰქონდეს რაღაცა სტილი. ერთგვარი, ერთფეროვანი. მედიას უნდა კონდეს, ყველა ჟურნალისტს უნდა კონდეს თავისი ინდივიდუალიზმი. არ უნდა დაიკარგოს ეს, მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. როგორც კი დაინახავს, რომ შენ არ ხარ რაღაც კონკრეტული მოვლენის მიმართ ადეკვატური, ან მოდუნებული ხარ, ან პირიქით ძალიან აღზნებული ხარ რაღაც ამბავზე, ეს ქმნის მერე შენს მიმართ ნდობასაც. იმიტომ რომ სულ მაგას ვამბობ ხოლმე, რომ რა არის მნიშვნელოვანი. სიუჟეტს რო გამოვაქვეყნებ და კონდეს მილიონი გული და შეარი თუ ხონდეს უფრო ნაკლები გული და შეარი, მაგრამ ნდობის ხარისხი კონდეს მაღალი. იმიტომ რომ მილიონი გული და შეარი ექნება ნებისმიერ ამბავს თუ გავაყვითლებთ, თუ გავიხდით ეთერში ან ასე შემდეგ, რავი, ბევრ რამეს, ხო? ანუ არჩევანი უნდა გავაკეთოთ რაზე? ნდობასა და შეარებზე და ჩემთვის მნიშვნელოვანი ყოველთვის ნდობა არის, იმიტომ რომ შეარებს მაშინ როგორ იცავთ ბალანს ხელისუფლების და ოპოზიციის გაშუქების დროს? აი ბალანსი სადღაც. ბალანსი დგას იქ რომ მიუხედავად იმისა რომ ისინი არ გამოდიან არანაირ კონტაქტზე, ჩვენ მაინც სახეს ვაძრობთ და გამოვიჭერთ ხოლმე და უსვამთ კითხვებს. ისინი გარბიან, ჩვენ მივდევთ, მაგრამ ანუ ნახე ბალანსი მაყურებელი იმდენად გონიერია, რომ ის იმასაც ხვდება, რომ შენ იწვალე ბევრი, მაგრამ არ გელაპარაკება რა ეს ულუკიანი. კი იწვალე, მაგრამ არ გელაპარაკება. ეს მაყურებლისთვის უკვე ნიშნავს, რომ შენ შეეცადე, რომ დაბალანსებული ყოფილიყო შენი. მაგრამ იმასაც ვამბობთ, რომ არ გამოვიდა კონტაქტზე, ხო? არ გამოვიდა რა ჩანს, რომ არ გამოდის. ახლა ჩვენ ჩემ ჟურნალისტებთან ერთად ვმუშაობ, ეგეთი ფორმა გვაქვს არჩეული, რომ მაყურებელს მოვუყვეთ ყველაფერი, რაც ცადეთ იმისთვის, რომ ამ ადამიანისთვის კითხვები დაგვესვათ. ყველა გზა ვაჩვენოთ და ესე ვაკეთებთ რეპორტაჟებსაც სულ, რომ მივწერეთ, არ გვიპასუხა, ან გვიპასუხა, მერე მივე, ანუ რაღაც ესე ვაჩვენებთ, ხო? იმიტომ რომ ხო რა, იმიტომ რომ მაყურებელს რა უნდა რეპორტიორისგან, რომ უნდა ყველა მაყურებელს უნდა რომ ისე მოიქცეს რეპორტიორი, როგორც თვითონ მოიქცეოდა იმ კონკრეტულ სიტუაციაში, ხო? კი ბატონო, ბოლო კითხვას დავსვა, მაშინ რა პერსპექტივები აქვს ჟურნალისტიკის სფეროს დღეს საქართველოში? თუ ჟურნალისტიკა საკუთარი თავიდან არ განდევნის აქტივიზმს, რომელიც დიდი დოზით არის შემოჭრილი ახლა,
ალბათ პერსპექტივა არ აქვს, იმიტომ რომ ნახე ერთ ხარეს რა არის, ერთ ხარეს არის ძალიან დიდი ნაწილი ჟურნალისტებისა, რომელიც ემორჩილება სრულად ხელისუფლებას, იმიტომ რომ შეუძლიათ რომ ქარდი გამოაქვეყნონ დამნაშავე ნომერი 1. ანუ რაღაცზე უნდა ვილაპარაკოთ. ჩვენ სიტყვა დამნაშავესაც არ ვამბობთ, იმიტომ რომ ესე მასწავლეს, რომ უდანაშაულობა ადამიანის უნდა დავიცვა და მეც ხო ესე გასწავლედი თქვენ რომ სიტყვა დამნაშავეს რო დაგეწერათ, შეიძლება 1-2 ქულა დამეკლო ამის გამო. და სადამდე მივედით, რომ ეს მსხვილი მედია, ამხილა ისტორიის მატარებელი მედია ატარა ბავშვებს რო იჭერენ, სულ რო კაცი ჭამიები იყვნენ ეს პატარა ბავშვები, დამნაშავე ნომერი 1, დამნაშავე ნომერი 2. ერთ მხარეს ეგეთი მედია ყავს და მეორე მხარეს თითქმის მკვდარი მედია ყავს, მაგრამ ყავს მედია, რომელიც არის, როგორ გითხრა, მესმის რომ რაღაცა ბრძოლაში ვართ და ბრძოლაში ვართ ყველანი, ხო, მაგრამ აი დიდი დოზით არის აქტივიზმი. აი უყურებდი, აღარ ვიტყვი რომელი ჟურნალისტი იყო, ეხლა თორნიკე რიჟვაძის ამბავზე ბათუმში ვიღაცას მისდევს რიჟვაძის გარემოცვიდან. და არ უნდა რა იმ ვიღაცას რა რაღაცების თქმა. ეს ჟურნალისტი ეუბნება რომ ისო როგორო ახალგაზრდა კაცი მოეჭხუბება რომ ეს ახალგაზრდა კაცი რომ მოკვდა რა რქცხვენია თუ რაღაცებს ეუბნება და იმას მაინც არ უნდა თქმა, მაგრამ ეს ჟურნალისტი მაინც მისდევს და რაღაც მომენტში ეს ხელით შემოატრიალებს და ეუბნება რომ შეუსირცხვილო თუ რაღაც და ეს არის პრობლემა. როგორ უნდა შეიცვალოს მაშინ? აი რა უნდა გაკეთდეს, მაგის გამოსასწორებლად, სამომავლოდ ის უნდა გაკეთდეს, რომ ხელისუფლება უნდა იყოს ისეთი, რომელსაც აღარ ეყოლება საკუთარი მედია, ლაჯებქვეშ ამოდებული, რომელსაც მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის დასავლური და არა ჩრდილოური ან აღმოსავლური პერსპექტივა, სადაც გაუხარდებათ კიდეც თუ ჟურნალისტი კრიტიკულ რამეს გააკეთებს და დაფიქრდებიან, რომ მოდი ახლა ეს გამოვასწოროთ, აი ეგ თუ მოხდება, ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ჟურნალისტიკას უდიდესი გამოცდილება აქვს, რომ იყოს ასეთიც, იყოს ისეთიც თუ ასე შემდეგ. იმიტომ თუ თავისუფალ სივრცეებს დატოვებ იმისთვის, რომ ანუ მთავარი პრობლემები რა არის, ხმაურიანი ამბები რომ გამოვიხსენოთ ძველი და ახალი ხელისუფლების ისტორიებიდან, ხო? ანუ რაღაცა ამბები bis გადამალვა უნდათ, რომელიც დღემდე მოხდება. ხო? გირგვლიანის საქმე, ბუტარობაქიძის საქმე, რატო ვიცით დღეს ამდენი წლის მერე? იმიტომ რომ იმ საქმეში რაღაცეების გადამალვა უნდათ და ანუ თუ იქ რო ეთქვათ რომ ხო, იმიტომ სად არ მომხდარა, სად არ მოუკლავს პოლიციელს ვინმე, ხო, ყველგან. იქ რო ეთქვათ რომ ესე მოხდა, ბლა ბლა ბლა, გადადგა მინისტრი და აკავეს ეს. ანუ დღეს ამ ამბებზე აღარ ვილაპარაკებ. კი, მაგრამ ეგრო აი ნახე, აი აქაც ამათაც ბევრი ეგეთ შეგვიძლია გაუხსენოთ. ანუ როცა იქნება ხელისუფლება, რომელსაც მნიშვნელოვანი იქნება, რომ მედია თუ რაღაცას მიგითითებს, რომ შენ არასწორი იყავი და იტყვის, რომ უი, არასწორი ვიყავი და ეს აღარ გავიმეორო, მე ალბათ ყველაფერი კარგად იქნება რა. ანუ ხელისუფლება გჭირდება, რომელიც აღარ იქნება მედიისგან ცოტა ანუ რაღაცა ერთი თავი არ უნდა ლაპარაკობდეს. ეს ყოველთვის პრობლემაა რა, იმიტომ რომ ხა შენ აი პირად ურთიერთობებშიც წარმოვიდგინოთ, რომ რაღაც სამეგობრო წრეში რომ მარტო ერთი მეგობრის აზრებს ვითვალისწინებთ. ხო, ეგ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. მანქანე მივედით. სხვა გამოსავალი არ არის, იმიტომ რომ ყველაფერი თუ კი რამე ახლა მედიას ჭირს, არის ყველა შემთხვევაში ხელისუფლებების ბრალია, ხო? ანუ იმიტომ თითქოს არიციან როგორ უნდა გავიდნენ ფონს თუ მედია არ აყავთ. ანუ თუ რაღაცა მედია არ აქვს უდიდესი და მას არ აკონტროლებენ, ანუ ნაბიჯების გადადგმაც არიციან, იმიტომ რომ დავაკვირდეთ, აი პატარა ექსპერიმენტი ჩაატარე თუ გინდა, უყურე ხო მე ხა უყურებ ჩემი პროფესია და აქედან გამომდინარე, უყურე კვირას პოსტსკრიპტუმს პირობითად ან იმედის რაღაცას და ორშაბათს ნახავ პროკურატურა როგორ წაუყენებს იმ საქმეზე, ანუ და აი ესეთი სიმახინჯე ესეთი უშნოდ შედგებილი მედია პოლიტიკურ ძალასთან აქამდე შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგრამ არა ესე. ეხლა თან აქამდეზე ლაპარაკი რა არის, იცი კიდე რატო არ მიყვარს? გუშინ რა იყო, ბოდიში და ფეხებზე რატო არ მყიდია? გუშინ. ხო, გუშინ იყო. დღეს რა არის? ზე უნდა კონცენტრირდეთ, თორე გუშინ სხვა რაღაცებიც იყო, რა იმ უფრო უარესი რაღაცებიც შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგრამ გუშინ იყო. ხო? მომხდარია. ხო და ასევე იქ რო რაღაც პარალელები გვინდა გავავლოთ, არასწორია და გეტყვი რატო 2008 წელი არის და 9 და 10, სადაც კიდევ ერთხელ ამბობ ეს არ არსებობს და ეხლა საერთოდ სხვა დროა. თუ იყო აქამდე 2012 წელი იყო იქ თან მიშას ხელისუფლების დროსაც იყო ეგეთი მედია, დღესაც არის ეგეთი მედია და აი მომავალში არ ვიცი
რამდენად იქნება ეგ გამოსწორებული? იცი როგორ არის, მაშინ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია კი იყო. პროპაგანდისტულიც იყო ეს მედია, მაგრამ ნახე რა აირია მთავარი ნაციონალური მოძრაობა გეუბნებოდა საკუთარი პროპაგანდით, რომ მტერი არის რუსეთი. ანუ ნამდვილ მტვერზე მიგითითებდა, რომ მტერი იყო ის. აქაურ პროპაგანდაში რა ხდება? საერთოდ გაქრა მტერი რუსეთი. და რუსეთი იყო და არის და იქნება მუდამ ჩვენი მტერი, ხო? და აქ საერთოდ აირია ყველაფერი. აქ რუსეთი აღარ არის მტერი, კიდევ სიტყვა რუსეთსაც აღარ ამბობენ. ვიღაცები ჩრდილოეთი და ესე ლაპარაკობენ. და ეს არის ძალიან მიუღებელი, ხო? და უცებ შენი მტერი ხდება ადამიანი, რომელსაც რა ვიცი, ყელს იგლეჟი და ეხვეწებოდი მაჭამე, ჩამაცვი გეხვეწები და ანუ სინამდვილეში მან გადაგარჩინა. ხო? ესეთი რაღაცები რომ რადიკალურად შეიცვლება, აი მთავარი ღირებულებები რომ ამოყირავდება, ეს არის პრობლემა, თორე ის რომ ისიც პროპაგანდა იყო და ესეც პროპაგანდა არის, პარალელის გავლება და შედარებაც არასწორია. იქ გათვალისწინებული იყო ჟურნალისტების აზრი, იმიტომ რომ მე ვმუშაობდი იმ ტელევიზიაში 13 წელიწადი და ცხადია, არასდროს არ მოვყვები ღიად, მაგრამ ვიცი რა გაგვიკეთებია, რა წინააღმდეგობაში მოვსულ ვართ მაშინ ხელისუფლებასთან. და რამდენი სახელი და გვარი შემიძლია გავიხსენო, ვინც იმის გამო გადააყენეს, რომ ჩვენ გვქონდა პრობლემა და ვიფიცებოდით და ვამბობდით, რომ მაშინ კურიერს აღარ გავუშვებთ ეთერში. ეხლა წარმოგიდგენია, რომ ერთი დღე მაინც რო გაფიცულიყო იმედი და თქვა, რომ ჩვენ ქრონიკას არ გავიყვანთ ეთერში. აქ არ მოვიდოდით, ხო? აქამდე არ მოვიდოდით, ხო? და სამომავლოდ შეიცვლება რამე? ხო, მაინც ერთნაირები ვართ ადამიანები, თან ერთ სოციუმში ვცხოვრობთ, პატარა ქალაქში ვცხოვრობთ, რაც არ უნდა მეგაპოლისი ვეძახოთ, თბილისი არ არის დიდი. ანუ ხო ვიცით, კადრს მიღმა რა ხდება, სახში რას გეუბნებიან, მეზობელი რას გეუბნება, ძმაკაცი რას გელაპარაკებ, ანუ მართლა ხო ვიცით ხალხო. რა ხდება, როგორი სიტუაცია არის? იმიტომ რომ უბრალოდ მე ვერ გაუძლევდი, გავნადგურდებოდი ფიზიკურადაც, მორალურადაც, სულიერადაც. ახლა მე რომ ლაპარაკი მიწევდეს ესეთი რომ რაღაცა დანით შეიარაღებული უსინდისოა, ესე რომ ლაპარაკობდე, თავს მოვიკლავთ, გავგიჟდებოდი. და ამას რომ ლაპარაკობენ და ამბობენ, არ მგონია რომ კარგ დღეში გქონდეთ ნერვები და მენტალური ჯანმრთელობა, იმიტომ რომ შეუძლებელი არის. მაშინაც კი როცა ის პროპაგანდა იყო, მაგრამ იქ კიდე უფრო სხვანაირი პროპაგანდა იყო, კიდე ანუ თავარი განსხვავება რაც არის, ანუ ეგ არის რა, იქ გეუბნებოდნენ მართალ მტერზე მიგითითებდნენ რომ ეს მტერია და აქედან საერთოდ გაქრა, გაუჩინარდა მტერი. მერე უცებ ვიღაცა იყო მტერი, მერე 8 თავიანი დევი იყო მტერი, მერე დიფ რაღაცა იყო, მერე ეს იყო და მე ხა აღარ ვიცით ვინ არის მტერი, მაგრამ ნუ თუ ანუ ნახე კიდევ ერთხელ დავამთავროთ, მე მგონი ძალიან ბევრი ვილაპარაკე. ანუ პროკურატურას საქმეში სიტყვა დანა არ უწერია. და ესენი ამბობენ დანას და იმედის კარდებს შევხედოთ დღეს და ეთერებს, დანით შეიარაღებული, ესე იწყება თხრობა. ხო და ეს ხო უსინდისობა არის. უსინდისობა არის, იმიტომ საქმეში არ წერია. საქმეში რო ეწეროს გავიგებ, რომ საქმეში წერია და ამოიღეს ჩვენ დამნაშავეს არ წერდით, ბაიდიკ ლექციაზე და ამას კიდე დანას იმუშავე. კი ბატონო, შეგვიძლია ამით დავასრულოთ საბოლოოდ ძველი ინტერვიუ გამოგვიდა, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვიწმეთ და ჩვენ მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.